მე მქონდა მოხსენებით გამოსვლა ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკომისიის მოქმედი ხელმძღვანელობა და ევროკომისიის უკვე არჩეული შემდეგი ხელმძღვანელობა, გერმანიის კანცლერი და რამდენიმე წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები. მე ვისაუბრე ბევრი აფხაზეთზე და იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს ნაწილებად გაგლეჯვის, საქართველოსთვის ტერიტორიების ჩამოგლეჯვის, წართმევის ძალიან თავხედრ ცდილობას, რომელიც ამ დღეებში ხორციელდება. მინდა ვთქვა, რომ ჯერ ერთი დადგინდა, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, როცა ევროკავშირის მთელი ლიდერები მრავალი საათის განმავლობაში იხილავდნენ პუტინთან რეგიონის შექმნის სიტუაციას, როგორც ახლა ირკვევა, განიხილეს მხოლოდ უკრაინის და მოლდოვას საკითხი და პრაქტიკულად საქართველოს საკითხი მთლიანად პრაქტიკულად არ წამოჭრდა. და შემდეგ ცალკე ვესაუბრე აქვე გერმანიის კანცლერ მერკელს, ევროპის მთავარ ლიდერს და ჩემ დასამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ მან მითხრა, რომ აქამდე, ესე იგი ამ დღევანდელ ჩემ საუბრამდე, მას პირადად არაფერი სმენია აფხაზეთში რუსულ გეგმებზე, აფხაზეთის ანექსიის საკითხზე. და მან თხოვა, რომ დაუკავშირდეთ მის კანცელერიას სასწრაფოდ და მე ამ თხოვნას გადავცემ საქართველოს მთავრობას და სულ კითხვას, აქამდე რას აკეთებდნენ და რატო არ დაუკავშირდეთ? აქამდე რატო არ დასვეს ეს საკითხი ასეთ უმაღლეს დონეზე? ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება ხდებოდეს? ნუ თუ უცხოურ პრესაში სტატიების გამოქვეყნება, სადაც მე გამლანძღავენ, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის, რომ რუსეთი აკეთებს 10-ჯერ უფრო მეტს ვიდრე 2008-ში. თან ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, ყოველგვარი ჩვენი მხრიდან გაბრძოლების გარეშე და საწინააღმდეგოების გარეშე ის რომ პრაქტიკულად ამის შესახებ არავინ არც არაფერი არ იცის და არავის არ გაუგია. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიღვიძოს თუ კიდევ გვიან არ არის, იმიტომ რომ საქართველოს მრავალი თაობის ბედი წყდება, საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ბედი წყდება.